გამარჯობა. რატომ აიძამაინც ავგიას თავლა? ამ რამდენიმე დღის წინ გახლდით ერთ-ერთ საცხენოსნო კომპლექსში. შვილს ვახლდი. იქ ჩემთან ახლოს მანეჟის ტრიბუნაზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე ვიღაცას ახლდა. ელოდებოდა მოკლედ ვიღაცას და გავაბით საუბარი ამინძზე, ცხენებზე, პოლიტიკაზე. ბიჭმა თქვა, რომ ძალიან მომწონს ეს თავლა, იმიტომ რომ აქ სისუფთავეაო. მე ვუთხარი, მე სადაც ყოფილ ვარ, ყველგან სისუფთავეა, ყველგან კარგად უვლიან ცხენებს, ავგიას თავლა არსად არ დამხვედრია მეთქი. ბიჭმა გაკვირვებით შემომხედა და მკითხა, გია ვინ არისო? ეხლა ვინც იცით, ვინ ბრძანდებოდა ვაჟბატონი ავგია, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ვიდეოზე, ვინც არ იცის და რა თქმა უნდა თუ აინტერესებს, დარჩეს და მომისმინოს. ესე იგი, ეს ამბავი ხდება ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ოლიმპოს მთაზე ზევსი და თავისი დაძმები, ასე ვთქვათ, ცხედან და განაგებენ სამყაროს. საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქს მართავს მეფეა ავგია, იგივე ავგიასი, ჰელიოსის შვილი, რომელსაც მემკვიდრეობით დარჩა მამისგან უთვალავი რაოდენობის ჯოგი, რემა და ასე შემდეგ. მსხვილფეხა საქონელი მოკლედ. ძალიან ბევრი, უთვალავი რაოდენობის. დღის განმავლობაში ეს პირუტყვი დადის და ბალახობს სამეფოს ტერიტორიაზე, ღამეს კი ათევენ თავლაში, თავლებში, ბოსლებში, რომლებიც 30 წლის განმავლობაში არავის არ გაუწმენდია, არავის არ გაუსუფთავებია. ეხლა წარმოიდგინეთ, რა სიბინძურე იქნებოდა ამ თავლებში, ნატელი, დაგროვდა გორები, მთები და ამასთანავე ერთად გაუსაძლისი სუნი. მოკლედ ყველას იმდენად შეუძლებლად მიაჩნდა ამ თავლების გასუფთავება, რომ ხელს აღარავინ აღარ კიდევდა. ეხლა ამ ამბავში შემოდის მეორე პერსონაჟი, ჰერაკლე, იგივე ჰერკულესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით, ეს იყო არაადამიანური ძალის პატრონი, გმირი, ნახევრად ღმერთი, იმიტომ რომ მამა ყავდა, ზევსი იყო მისი მამა, დედა ყავდა უბრალოდ მოკვდავი და ამიტომ ნახევარ ღმერთად ითვლება. ჰერაკლეს თავის მხრივ დავა ჰქონდა სხვა მეფესთან. ეს ამბავი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ ცნობებით, რომლებიც ავგიას თავლასთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ამ მეფემ, რომელთანაც ჰერაკლეს დავა ჰქონდა, ეს მეფე აძლევდა დავალებებს ჰერაკლეს, სხვადასხვა დავალებებს, აი ძალიან რო ეგონა, რომ ვერ შეასრულებს, შეუძლებლად მიაჩნდა ამების შესრულება, აგზავნიდა ასეთი დავალებების შესასრულებლად. ერთ-ერთი დავალება იყო ეს ავგიას თავლების გასუფთავება. უთხრა, რომ შენ ხო წახვალო, გაასუფთავებო ამ თავლებსო, გაწმინდავო და თუ ამ დავალებას შეასრულებ, მერე აი რაღაც პირობები ქონდათ თავისი. ეს სხვა დროს. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჰერაკლემ მივიდა ავგიასთან და ეუბნება, რომ ეს თავლებიო უნდა დავასუფთავო. მომეცი უფლება, რომ ეს თავლები დავასუფთავო. ეხლა ავგიას თავის მხრივ გაუკვირდა, იცოდა ეხლა ვინც იყო ჰერაკლე და იფიქრა, რომ კაცო, ეს ნახევრად ღმერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მეუბნება, შენი ეს ბინძური ძუნძგლიანი თავლები, ბოსლები უნდა გავასუფთავო. ნეტაო რა ის ამოძრავებსო, რა ინტერესიო, ალბათო გასამრჯელო უნდაო და თავის მხრივ დაპირდა, რომ კაიო შენო თუ ამეებსო გაასუფთავებო, მეო შენო ჯოგის ნაწილს მოგცემო,
გაუხარდა ჰერაკლეს, ერთი დარტყმით ყურდღელს დავიჭერო და კაიო, მოკლედ მორიგდნენ. ოღონდ ერთი დღის განმავლობაში უნდა გაასუფთავო ეს თავლებიო. ეხლა ჰერაკლე გარდა იმისა, რომ იყო ძლიერი, ასევე იყო ჭკვიანი პიროვნება, გონიერი პიროვნება. წავიდა, ქალაქი დაზვერა, ადგილმდებარეობა დაზვერა, სად მდებარეობდა, დახედა ზევიდან, გვერდიდან, აქედან, იქიდან, ნუ მოკლედ, დაინახა, რომ ქალაქს ორივე მხრიდან ჩამოუდის პატარა მდინარეები. ახლა მოიფიქრა, მოდი მე ამ მდინარეებს კალაპოტებს შევუცვლი, მივმართავ პირდაპირ თავლებისკენ, გავუხსნი ერთ კედელს ამ თავლებს და შემავალი-გამავალი ექნება, ანუ გზა ექნება ამ წყალს და წყალი თვითონ გარეცხავს თავლებსო. დაიხმარა თავისი მეგობარი, რომელიც კედლის დანგრევაში დაეხმარა და ნუ მოკლედ დილით შეუცვალა კალაპოტი მდინარეებს და მთელი დღის განმავლობაში ამ წყალმა შხუილით იარა და საღამომდე პირწმინდად გაასუფთავა ნაკელისგან ეს თავლები. საღამოს მოვიდა ავგიასთან და უთხრა, რომ აიო, მეო, ეს თავლებიო გავწმინდეო და ის დაპირებული ჯოგიო დადეო. ნუ ახლა ავგია იყო, არ უნდოდა ახლა ამ ჯოგის გაყოფა და უთხრა, რომ შენო აი ის მეგობარი რო დაიხმარეო. ეგ საქმე მარტოს უნდა გაგეკეთებინაო და რადგან მეგობარი დაიხმარეო, ეს მეო ვერ ჩაგითვლიო ამ დავალებათო. ნუ ეწყინა რა თქმა უნდა წავიდა, მერე კი იძია ავგიას შური ჰერაკლე, მაგრამ ესეც სხვა ამბავია. ხო. ეხლა რაც შეეხება ამ თავლებს, რა დროს და როგორ, ესე იგი იყო ბინძური თავლები, რომლის გასუფთავებაც იყო, რომლებიც დიდი ხნის 30 წლის განმავლობაში არავის გაუწმენდია და იყო დაბინძურებული, მოვიდა ჰერაკლე, გაასუფთავა, მოგვარდა პრობლემა. ეხლა ჩვენ ეს მე რატომ ვიხმარე ეს ფრაზა, ვიხმარე პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ სიბინძურესთან დაკავშირებით, ხო? შეგვიძლია ვიხმაროთ პირდაპირ მნიშვნელობითაც, მაგრამ შეგვიძლია გადატანითი მნიშვნელობითაც ვიხმაროთ. აი, როდესაც საქმე ეხება კორუმპირებულ მმართველობას, რაღაც დაჭაობებულ, დაძველებულ სისტემას, რომელიც უნდა გასუფთავდეს, ჰაერი უნდა გაიწმინდოს და უნდა შეიცვალოს რაღაც. აი, ამ დროსაც ამბობენ ხოლმე, რომ სიტუაცია და ვითარება დაემსგავსა ავგიას თავლას და რაღაც არის შესაცვლელი და გასაწმენდია. ნუ, ანუ ესე იგი შევთანხმდით, შეგვიძლია ვიხმაროთ ოთახზეც, სივრცეზე